Salon ხალხო, ეს იქნება სერიები დამწყებებისთვის, ვინც ცდილობს რომ ტრეიდინგში ფეხი მოიგიდოს და ელემენტარებში გაერკვეს და ქართულ მაგის ინფორმაცია არ არის, ხო? ამ ვიდეოებით, ბევრი ვიდეო იქნება სხვათა შორის, ამ ვიდეოებით შევეცდები თქვენ წარმოდგენა შეიქმნოთ ტრეიდინგზე, ელემენტარულები, რასაც სიმართლე გითხრათ, ლაპარაკი მაგად არ მიყვარს. ეგ ყველაფერი აგიხსნათ, გააგებინოთ ვიდეოს სახით მქონდეს, რომ ყველა ვინც ჩემ კომენტში შემოვა ან ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ და გაინტერესა ტრეიდინგი რა არისო, მაგათვის გაგებინოთ ეს ყველაფერი. მოკლედ, ვისაუბრებ სულ თავიდან, თუ რა არის ტრეიდინგი და მე გავალ ბოლოში თუ რაღაც ბოლო ვიდეოები იქნება თუ როგორ გავხსნათ ტრეიდი, როგორ დავხუროთ პოზიციები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგაზე მე ვისაუბროთ. პირველ რიგში რა არის ტრეიდინგი? ოღონდ აქ მექნება გამახვილებულ ეს slideshow-ებს, slide-ებს და PowerPoint-ში გაკეთებულ რაღაც სისულელეებს, რაც დროს აკარგვინებს და ახს ვითომ რაღაც წარმოდგენებს უქმნის, მაგებს არ გავაკეთებ, პირდაპირ რაც საჭიროა რა ინფორმაციაც გჭირდებათ. არაფერი რაღაცა თქვენი ყურისთვის სასიამოვნო ძალით არ ვისაუბრებ, ხო? პირდაპირ ვილაპარაკებ, რაც საჭიროა რომ იცოდეთ ტრეიდინგში. ტრეიდინგი არის, მოკლედ ბევრს გონია, ჯერ მაგი დავიწყოთ, ბევრს გონია, რომ მარტო, მოკლედ მარკეტზე ესო ჭყალებში მარტო ზემოთ რომ მიდის მარკეტი, მარტო მაშინ შეგვიძლია ჩვენ მარკეტზე სარგებელის ნახვა, ხო? ნუ ტრეიდინგში ეგრე არ არის. ზოგადად ტრეიდინგში მარკეტზე როგორც დაბლა ჩამოდის, ისე მაღლა ადის, მაგიდან შეგვიძლია პროფიტი ნახო. ოღონდ ეს ალბათ კარგად მოგესმათ და ვერ მიხვდით. როგორ შეიძლება ქვემოთაც ჩამოვიდეს და ზემოთაც პროფიტი ვნახო. ეგეთი მარტივი არ არის როგორც მოგესმათ, იმიტომ რომ ამ ყველაფერს ჭირდება ანალიზი და რა თქმა უნდა თქვენ უნდა გაიგოთ სწორი მიმართულება. მოდი, ნუ ტრეიდინგის ტერმინებს აიგივებენ ხოლმე კაზინოს ტერმინებს, მაგად არ მიყვარს. მაგრამ ესეთ მაგალითს მოგიყვანთ რა, ძირითადად გაიგებთ მარტივად. მოკლედ, მოდი ესე ვქნათ, რომ აი ჩათვალეთ, ვნიძლავდებით, რომ აი აქედან ფასი ჩამოვა ქვემოთ, ხო? თუ საიდანაც თქვი, იმის ქვემოთ თუ ფასი ჩამოვა, ხო? საიდანაც პოზიცია გავხსენი, ანუ იმის ქვემოთ თუ ფასი ჩამოვა, მე ვარ პროფიტში, ანუ პლუსში. ხოლო საიდანაც თქვი, რომ მე ფასი ზემოთავა, იმის ზემოთ ვარ პროფიტში, იმის ქვემოთ ვარ მინუსში, ხო? ეგ გავიარეთ. მოკლედ. კიდევ ტრეიდინგში არსებობს ეხლა რაც შეეხება მოდი ვისაუბროთ, ნუ აკაუნტის ბალანსი, რა მნიშვნელობა აქვს აკაუნტის ბალანსი. ნუ ეხლა რა თქმა უნდა ვარ დემო აკაუნტზე, paper trading-ზე, ეს არის TradingView, ამაზეც ლექციას გავივლით. მაგაზეც გეცნობათ ყველაფერი. მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს ბალანსი, ხო? ზოგადად ტრეიდინგში რაც უფრო მეტი კაპიტალი აქვს, მეტ ფულს შევულობ. ადრე, ძალიან ადრე, 90-80-იან წლებში ტრეიდინგი იყო, ესე ვთქვათ, ჭყალებში დიდარი ხალხის გასართობი ადგილი. მაგიდან გამომდინარე, $5,000 აკაუნტები მიიჩნევა დაბალ პატარა აკაუნტებად რა. არ ვამბობ, რომ $5,000 გჭირდებათ ვიღაცას ჩასადებათ და გასარისკათ მარკეტისთვის თავიდანვე, ეგ არ გეგონოთ, მაგას მომავალში გავივლით. ტრეიდინგის დაწყება ძალიან დიდ თანხებთან არ მოითხოვს ჩვენს დღევანდელობაში. ხო, ეხლა რა მნიშვნელობა აქვს აკაუნტის ბალანსი? აკაუნტის ბალანსი რაც მეტია, მით მეტია იმის შესაძლებლობა, რომ თქვენ მარკეტზე უფრო მეტი გააკეთოთ, იმიტომ რომ შეგიძლიათ დიდი პოზიციის ზომის გაკეთება. გახსნა, ანუ შეხედე, აქ მაქვს $100,000 აკაუნტი, ხო? $100,000 აკაუნტით მე ბევრად მეტის გაკეთება შემიძლია, ვიდრე $5,000, $10,000, $5,000, გინდა $50,000 აკაუნტით, იმიტომ რომ აქ მეტი რისკის საშუალება მაქვს, პროცენტულად მეტი გარისკო შემიძლია, ოღონდ პროცენტულად კი არა და თანხობრივად შემიძლია მეტის გარისკო, პროცენტულად რა თქმა უნდა იგივეს უნდა ვრისკავდეთ. რისკ მენეჯმენტი ზოგადად ეს ფაქტორი ტრეიდინგში ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხო? და თუ ისმენთ სადმე რომ 5%, 10%, 20% რისკავენ თავიანთი აკაუნტის ბალანსის, ეგ არის ხალხო სრული გემბლინგი. ეხლა შეხედეთ, მაგალითად მაქვს მე ნუ ჩემ მაგალითს მოვიყვან, მქონდა $100 აკაუნტი თავიდან რომ დავიწყე ტრეიდინგი და ვრისკავდი $1. ეს ბევრისთვის წარმოუდგენელია. რას აკეთებსო, ფულს ვერ იშოვისო, ვერაფერს ვერ იშოვისო, ეგ ხალხი ალბათ მაგას იძახით ეხლა და რა ის $1 ისკავდა და ცენტებს იგებდაო. ნუ რა თქმა უნდა დამწყები ვიყავი, არც არაფერი არ ვიცოდი და პირიქით კაპიტალს ვიცავდი უფრო ვიდრე
მე ფულს ვაკეთებდი მანდ. ხო და შეხედეთ ვინც გეუნებათ რომ $100 $200 150 რაღაც ეგეთ ფული ჩარიცხეთ და ფულს შევიდეთ ტრეიდინგითო ყველა გატყუებთ პირდაპირ გეუნებით მაგ ფულით თქვენ ტრეიდინგში ფულს ვერ იშოვით თუ შეიტანთ პირდაპირ აკაუნტზე ხო ხო და რას მომდი ანუ ვინც ფიქრობთ რომ მაგას $100 ხო და არასოდეს რისკ მენეჯმენტით თქვენ ფულს ვერ შოულობთ, ხო? მანდ არ არის თქვენი ტრეიდინგის პრობლემა, ან თქვენი სკილის პრობლემა. რა თქმა უნდა, იქნება ჩემი აზრით ყველასთან სკილის პრობლემა, ვინც მაგდონეზე ხარ და ვერ გაგიცნობიერებთ ჯერო კაპიტალის პრობლემა აქვთ, ხო? ნუ თქვი უკვე გაქვთ კაპიტალის პრობლემა. ტრეიდინგში კაპიტალი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ამ საქმეში ფული გააკეთოთ. ხო, ამ ვიდეოში ზოგადად ტრეიდინგზე ვისაუბრე, არაფერი რაღაცა აკაუნტის ბალანსებზე ვისაუბრე, რაღაცა ელემენტარული მოვიდე სიმართლე გითხრათ, ნელ-ნელა მახსენდება ეს სტრუქტურა არ მაქვს ელემენტარული რაღაცეების ახსნის გაკეთებული, სიმართლე გითხრათ რა. ნელ-ნელა ნუ რაღაც მაქვს ელემენტარული საბაზისო რაც ვიცი რომ უნდა ავხსნა, მაგრამ ყველაფერს აგიხსნით. დღეს ერთი რაღაცაზეც ვისაუბრებ, ქვია, როგორი და როგორი სატრეიდო წყვილები არსებობს, წყვილები რა, სატრეიდო PR-ები, asset კლასები, ესე ვთქვათ, ეს რო გამოვიყენოთ. და შემდეგ ვიდეოში უკვე ავხსნი trading views, trading view არის ეს არის აქ რასაც ხედავთ, ამას ავხსნი, თუ ახლა კითხვები გაქვთ. ბევრი კითხვა გაქვთ დაგროვებული, შეგიძლიათ კომენტარებში მკითხოთ და შემდეგ ვიდეოში მაგაზეც მოვყვები. ავხსნით trading views, ავხსნი მე სანთლებს, ავხსნი ელემენტარული მარკეტის სტრუქტურას, ასევე პოზიციის ზომებზე ვისაუბრებ, leverage-ზე ვისაუბრებ, პლატფორმებზე ვისაუბრებ, პროფირმებზე ვისაუბრებ და მოკლედ შევეცდები რაც ელემენტარული მახსენდება, ყველაფერზე ვისაუბრებ. ეხლა მოდი უცებ ესეც გავიაროთ და ამით დავასრულოთ დღეს ეს ვიდეო. მოკლედ, როგორი სატრეიდო asset კლასები გვაქვს. ეს არის სტოკები, Tesla, Nvidia, Apple, სიმართლე გითხრათ სტოკებს ცხოვრებაში არ შევხვები ვარ, არც მაინტერესებს სტოკები, არც მაგათ ტრეიდინგი არ მაინტერესებს, მარტო რავი, ჩემს საინვესტიციო დაგვიქვა მეტი არაფერი რა. მნიშვნელოვანი კიდე არის future-ი, აქ ვარ მე, ეხა ამჟამად, აი ეხაც თუ ტრეიდობ ვარ future-ი არის თითქმის ყველაფერია future-ზე, არის Nasdaq-ი, ES-ი, ან ეს რეალური ფასი ამათი რა, ამათი რეალური ფასი. მიკრო Nasdaq-ი, ეს არის მიკრო და მინი შორის განსხვავებასაც შემდეგ ვიდეოებში ავხსნი, ეხლა არ გვინდა. ოქრო, US30 YM-ი, ანუ იგივე Dow Jones-ი, ვინც იცით, crude oil-ი, ეს არის ნავთობი, Bitcoin futures-იც არის, ვერცხლი არის, კიდე პლატინუმიც არის, გაზიც არის, მოკლედ თითქმის ყველაფერი არის აქ futures-ი, forex-ი არის ვალუტები, თქვენთვის ნაცნობი ევრო დოლარი, ფუნტი დოლარი, დოლარი იენი, ესა კიდე რა ვიცი, ავსტრალიური დოლარი, დოლარი კანადური დოლარი ფრანკი და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი არის რა. Forex-ზე მოკლედ წყვილები. ამაზე ადრე ვტრეიდობდი, ეხლა დიდი ხანია Forex აღარ გავყარები ვარ. ნუ კრიპტო თქვენთვის ნაცნობი კრიპტო, მე პირადად კრიპტოს ტრეიდი არ მომწონს, კრიპტოს აღვიქვა მარტო რა ვიცი, არც საინვესტიციოდ, იმიტომ რომ სიმართლე გითხრათ კრიპტოში კარგად ვერ ვერკვევი, არც მაინტერესებს სიმართლე გითხრათ. ყველა წარმატებული პროფესიონალ ტრეიდერს სიმართლე გითხრათ, რომ კითხოთ, ინვესტიცია არ ჭირდებათ. ხო, მოკლედ კრიპტოსაც არ ვეხები. მე პირადად, სხვები არ ვიცი. ინდექსები არის futures-ის შვილებივით, ესე თქვა შეგვიძლია თქვა, მოკლედ ანუ მარჯინო გადახედოთ რა, ძალიან ბევრი ბროკერია. ბროკერი არის ინფორმაციის მომწოდებელი ფასის. აი ამ ეს ასეტების რა, აქაც არის Nasdaq-ი, აქაც არის ES-ი, ოღონდ სხვა სახელი ქვია, SPX-ი ქვია, ან შეიძლება US 500-ის სახელით შეგხვდეთ, ან S&P 500 აქ როგორ წერია, US 100 არის Nasdaq-ი, US 30 არის ის Dow Jones-ი, რაც ვისაუბრე, აქაც არის ნავთობი, აქაც არის რა ქვია, G40. მოკლედ ეს არის ინდექსები რა. Futures-ი არის აი ამ ინდექსების რეალური ფასი. აქ ერთი არის მარტო ეს Nasdaq-ი, ანუ აქ Nasdaq-ს მეც ვერ ნახავთ, მარტო CM-ი, ეს არის აი ამ ფასის data-ს მომწოდებელი, რაც არის რეალური და ორიგინალი, ხო? ინდექსებში Nasdaq-ის ძალიან ბევრი ფასი და განსხვავებულს ნახავთ, აგერ Capital.com-ის არის, აგერ Oandasi არის, აგერ Pepperstone-ის არის.
პირდაპირ გეუბნებით, თუ futures-ის trading-იდან Nasdaq-ის ან რაიმე მსგავსის რეალური და სწორი ფასი არის NQ და ES-ის, ხო? Bonds-ი არც ამას არ ვეხები, არც ეკონომიას, options-ი არაფერს აქედან მსგავს არ ვეხები, არ გჭირდებათ მაგის ოდნავ სიმართლე გითხრათ. ნუ ჩემგან ვერ მიიღოთ მაქსიმალს. ხო, დღეისათვის სულ ეს იყო. ეს იყო პირველი ლექცია თქვენთვის, ელემენტარულები. მადლობა ყურადღებისთვის და იცოდეთ რა კითხვებიც გაქვთ ელემენტარულებზე, ნელ-ნელა მაგაზე გაიცემა ყველაფერს პასუხი. მადლობა ყურადღებისთვის ისევ და დროებით.